სადაც ვლინდება რისკი სუიციდისა. ყოველთვის ვცდილობთ გავაძლიეროთ დამცავი ფაქტორები, რის გამოც არ იკლავს. ფრანკლს ჰქონდა ვიქტორ ფრანკლს სხვათა შორის პირდაპირ ეკითხებოდა, რატომ არ იკლავ თავს. და რაღაც მიზეზებს და მერე იმაზე მუშაობა. კიდევ რა დამცავი ფაქტორები არსებობს? ძირითადად მაინც არის ადამიანის განსხვავება ცხოველისგან. მას აქვს მე მგონი კოქტოს ესეთი ამბავი მოყოლილი რა, რომ აი რა განსხვავებაა ძაღლსა და ადამიანს შორის. რომ მორბიან ძაღლი და ადამიანი და უცბად კლდის პირას მივიდნენ. ძაღლი მოტრიალდა და გაიქცა. შეეშინდა, არ გადავარდნილიყო. ადამიანი გაჩერდა და იყურება. ხო არ მოურჩე ბარეღამ ამდენ წვალებას. გაიგეთ? ეს ადამიანში დევს ცხოველში სუიციდი არ დევს. ამიტომ რატო ვთქვი ეს? სოციალური ფაქტორია ძირითადი. შენ ხარ არა მარტო ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური არსება, არამედ სოციალური არსება. და უფრო მეტად სოციალური არსება ხარ. ამიტომ შენ ბევრი ვალდებულება გაქვს სოციალური. შენ პროფესიონალურ, თქვათ, მიმართულებით, შენი, თქვათ, ახლობლების მიმართულებით, ოჯახის მიმართულებით, ბევრი სოციალური მიმართულებით, რომლის ასე გადაგდება არ შეიძლება, იმიტომ რომ შენი პასუხისმგებლობა არის აქ ძალიან ბევრი ამაში. და შენ ეს უნდა შეასრულო. სანამ შენ შეგიძლია ეს შეასრულო. შეიძლება ამას წინ უდევს, ან წინ ეღობება რაღაც წინააღმდეგობა, ესეც შენი ფუნქცია რომ ეს წინააღმდეგობა გადალახო. და შენ რასაც აკეთებ სუიციდის მხრივ, როცა ესაუბრები, ხო? შენ ამას აგდებ და უკან იმის მაგილითო წინ წახვიდე უკან მიდიხარ. ანუ ამას და ცხოვრება არ არის მოფენილი ვარდებით გზა, ხო? ამიტომ ყველა ასეთი პრობლემის წინაშე დგომის გადაწყვეტილება არის, ან ეს უნდა დაძლიო და ამით აწიო შენი თავი უფრო მაღლა და ეს არის შენი ფუნქცია ამ ცხოვრებაში. მარტო რელიგია არა.